მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი თემა ეხება ალერგიას. ჩემი დღევანდელი თანაწამყვანი არის ქალბატონი სოფო ჭედია და ჩვენი პატივსაცემი სტუმარი ბატონი ბიძინა კულუმბეკოვი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით, ბიძინა არის ჩემთვის ექიმობის, ადამიანობის და ყველაფერი კარგთან დაკავშირებული ემოციის მაგალითი. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ბიძინა, მოდი დავიწყოთ ალერგიაზე საუბრით, რომელიც მართლაც არის 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოუგვარებელი პრობლემა, შესაძლოა მოსაგვარებელიც თქვენგან მოვისმენთ ამ ინფორმაციას დღეს. როგორც ვიცი, არ არსებობს თითქმის ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ ქონია შეხება ალერგიასთან. ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც რაღაც მომენტში დგება საკითხი, როდესაც ჩვენ გვაქვს ალერგია, მაშინ როდესაც მანამდე საერთოდ არ შევუწუხებივართ არასდროს ამ პრობლემას. შეიძლება ადამიანი იყოს ზრდასრული, იქამდე არასდროს შეუწუხებია მაგრამ ერთ დღესაც გაიღვიდოს და აღმოაჩნდეს, რომ აქვს ალერგიული ფონი. რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით რომ გითხრათ? მოგეთ, ალერგია თქვენ ნამდვილად ძალიან სწორად აღნიშნეთ შესავალში, რომ 21 საუკუნის და მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდის აღმავლობის, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას დაავადებაა. ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს იმას, რატო გაიზარდა არა მარტო ალერგიული, ზოგადად იმუნური სისტემის ავადმყოფობები ბოლო 10 წლეულების განმავლობაში. შეიძლება ითქვას 30-40 წელი არის კარდინალური გარდატეხა, როდესაც ალერგიის გარდა გაჩნდა აუტოიმუნური დაავადებათა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ზრდა და ონკოლოგიური პათოლოგიების, იმიტომ რომ ყველა ეს დაავადებები, ხშირად არის ჩემს დარგში, რომ ეს ალერგოლოგი, იმუნოლოგი რატო ქვიათ, ხანდახან გვეკითხებიან ხოლმე პაციენტები და მათი მშობლები განსაკუთრებით და ჩვენ მეუბნებით, რომ ალერგიული დაავადებები ძირითადად ეს არის იმუნური სისტემის ავადმყოფობები, დაავადებები. ანუ იმუნური სისტემა რეაგირებს არასწორად, რასაც არ უნდა რეაგირებდეს. მოგეთ, ფაქტორი და ფაქტორთა ერთობლიობა, რომელმაც განსაზღვრა ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ალერგიული დაავადებების გაზრდა, ეს არ შეიძლება იყოს ერთი ფაქტორით განპირობებული. აი როგორც არის, ხო, ეხლა ძალიან პოპულარული თემა, რაღაც ეკვა ნიველირებულია გარკვეულწილად, მაგრამ აი აღმოვაჩინეთ, რომ პარაცეტამოლმა აუტიზმი გამოიწვია. ხო, ეს რასაკვირველია ხომ კლინიკური მტკიცებითი მედიცინით, კვლევებით არ დასტურდება, რომ მარტო პარაცეტამოლი იწვევს აუტიზმს. ხო, ეს ძალიან მულტიფაქტორული დაავადება. აი ალერგიაც არის ასეთ მიზეზებს შორის ძალიან მულტიფაქტორული დაავადება. ჩვენ თუ შევხედავთ ზოგადად ადამიანის იმუნურ სისტემას, არის ესეთი, ასე ვთქვათ, ბალანსი არსებობს იმუნური სისტემის. იმუნური სისტემის სასწორია მოკეთ ჩვენს ორგანიზმში, რომელსაც ჩვენ აი ამ სასწორის სპინაზე ვალაგებთ რაღაცებს, რომ ეს იყოს დაბალანსებული. თუმცა მაბალანსირებელი უჯრედები, რომელსაც ჩვენ T-რეგულატორულ უჯრედებს უწოდებთ იმუნოლოგიაში, ესენი ჩვენს კუჭნაწლავში წარმოიქმნება. ეხლა მე ამას შემთხვევით არ ვამბობ, რეგულატორები რო კუჭნაწლავში წარმოიქმნება, სად მიდის მერე ეს ხაზები, ხო? აი ამ რეგულატორების გავლენით ადამიანს აქვს სასწორის ერთი მხარე, რომელიც არის უფრო ინფექციური პროცესისკენ მიმართული, ანუ იმუნური სისტემის ევოლუციური დანიშნულება რაც იყო. და მეორე მხარე არის ეგრეთ წოდებული T-ჰელპერული ორი გზა, ანუ TH2 გზა ესე ვამბობთ, ალერგიისკენ მიმართული და პარაზიტებთან ბრძოლის მიმართული გზა არის. რატო მოხდა ეხლა ამ სასწორის სპინის წონასწორობის დარღვევა და აი აქ ალერგიის სასწორისკენ გადაიხარა თითქმის ყველა მეორე ადამიანს უკვე პლანეტაზე, გააჩნია მოსახლეობას, პოპულაციას, განვითარებულ ქვეყნებში ნამდვილად 50%-იანი გავრცელება აქვს, ხო? ეს არის ძალიან დიდი ციფრი. აი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ, რომ სასწორის სპინა გადმოიხაროს, აი აქეთ მხარეს, პირველ რიგში რაც არის, ეს არის აი ძალიან მყარი თეორემაა ჩვენს, ასე ვთქვათ, სფეროში. ეს არის ეგრეთ წოდებული ჰიგიენური თეორია, ანუ ძველი მეგობრების თეორია. რას ნიშნავს ახლა ეს, მოდი ვთქვათ, მარტივ ენაზე. პირველი, თუ ადამიანს აქვს ადრეული ასაკიდანვე ურთიერთობა სოფელთან, მიწასთან, ტვერთან, ტალახთან, ცხოველთან, საკვებთან, რომელიც ნაკლებად პროცესირებულია, ყველაფერი უფრო მეტად ნატურალურია. აი ეს ყველაფერი დაცვითი გზაა, სასწორის აქეთ ამ მხარეს არის. ანუ ჩემგან მარჯვნივ. თუ ამის საპირისპიროდ ვიკვებებით, ცხოვრობთ და ვარსებობთ ჩვენ, აი ეს ყველაფერი, რაც ჩვენი კუჭნაწლავის რეგულატორებია, ეს ძველი მეგობრები რო ვახსენე, რას ნიშნავს? ჩვენი მიკრობიომი კუჭნაწლავიდან დაწყებული, კანით გაგრძელებული და სასუნთქი გზებით დამთავრებული. ყველგან არიან ჩვენი ძველი მეგობრები, ანუ ჩვენი ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს მიკროფლორას წარმოქმნიან. ადამიანმა დაიწყო ბრძოლა მათ წინააღმდეგ. ჰიგიენური საშუალებებით, ანტიბიოტიკებით და ბოლო 50 წელში ჩვენ ყოველდღიურობაში
350,000 ნივთიერებისგან შემდგარი რაღაც გაჩნდა, რომელთგანაც 120,000-ის მნიშვნელობა იცის მედიცინამ და დანარჩენი რასაკეთებს ჯანმრთელობისთვის არავინ არ იცის. ეს არის ჩვენი ტანსაცმელი. ეს არის ჩვენი გარემო, სადაც ვართ 24 საათი, სადაც არაფერი ნატურალური არ არის. ეს არის საკვები, რაშიც მოთავსებულია. ეს არის რა ჰიგიენოს საშუალებებს კბილიდან დაწყებული ყოველდღიური ჰიგიენისთვის ვიყენებთ. ადამიანმა დაიწყო რამ ხელოვნურობაში გადანაცვლება. აი ამ ყველაფერმა ესასწორი სპინა, აქეთა ამ სუბუქა, ეს ძველი მეგობრები აღარ არიან, რაც ამ წონასწორობას უზრუნველყოფდნენ და გადავიდა ესასწორის სპინა ჩემს მარცხნივ, ანუ ალერგიის, აუტოიმუნურობისა და ონკოლოგიისკენ. ამიტომ ეს იმდენად კომპლექსური საკითხია. ერთის მხრივ ხანდახან ვამბობთ ხოლმე, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ძალიან საინტერესო რაღაცას გვეუბნება. მრავალშვენიანი ოჯახებში ცოტა ალერგია. 1 და 2 შვილი როა, იქ ბევრი ალერგია. სოფელში რო იზრდება ბავშვი, იქ ცოტა ალერგია. ურბანულ გარემოში რო გაიზრდება და ქალაქში, იქ ბევრი ალერგია. ამიშების მაგალითია ამის. ამიშები არის გერმანულ-შვეიცარიული ხალხი, რომლებიც მე-19 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში გადასახლდნენ. ევროპელები. მათ აქვთ ტრადიციული ცხოვრების წესი. ისინი დღესაც კი ფილადელფიაში ცხოვრობენ, ამიშების ბაზარი, შაბათი და კვირა ელოდება მთელი პრენსილვანიის შტატი. ისინი არ სარგებლობენ მობილურით, არ სარგებლობენ ელექტროენერგიით. ისინი ცხოვრობენ ისე, როგორც მისი წინაპრები მე-19 საუკუნეში. მიწას ამუშავებენ მხოლოდ ცხოველებით, გადაადგილდებიან მხოლოდ ცხოველებით, არ სარგებლობენ ცივილიზაციით. ამიშების გვერდით არიან ხუტერიტების ჯგუფი, რომლებიც ცივილიზაციით სარგებლობენ, როგორ ფერმერულ მეურნეობებს მისდევენ. მათ შორის განსხვავება სულ 100-150 კილომეტრია. ამიშებთან ასთმა არის 8% მათ პოპულაციასა და შვილებში. იქ არის 25%, ანუ ისე როგორც სხვა ამერიკელებში. მოკეთ, რაც უფრო ახლოსა ვართ ბუნებასთან და ნატურალურობასთან, ნაკლები გვექნება ალერგია. მარტივად რო გავცეთ, მაგრამ რთულია ამის მიღწევა. ეს არის ძალიან კომპლექსური პოლიტიკის ნაწილი. ეხლა ესე მარტივად ვამბობ, რომ ნატურალურობასთან, მაგრამ ფანტასტიურად ახსენეთ. მადლობა, მაგრამ თავარი რა არის, რომ ბუნებრივია ყოველთვის მეკითხებია, რომ კი ლაპარაკობ ამ თემებზე და გავიგეთ ეს გენი გარემოს ურთიერთობას, რომ დიდი მნიშვნელობა ქონია, მაგრამ როგორ შევცვალოთ? ამის მაგალითი გარკვეულწილად არის სკანდინავიური ქვეყნები, ისინი ბევრ რაღაცაში სამაგალითოები არიან. აი არსებობს ფინური ალერგიის პროგრამა. ფინური სკოლის პრინციპი რას ნიშნავს? ამინდისა და მიუხედავად ბაღია თუ სკოლა, ბავშვი საათნახევრიდან 2 საათი გარეთ უნდა გავიდეს აუცილებლად. ამინდი შესაბამისად ჩაცმული. ყველა ეს ფაქტორი ბუნებასთან ახლოს, განაშენიანება სწორი, ურბანული გარემო დაბალანსებული მწვანესთან, მოწოდება რომ სახში ბევრი სიმწვანე გქონდეს, ბევრი ქოთანი დავდოთ. აი ეს ყველაფერი თუ იქნება პოლიტიკის დონეზე აყვანილი და მე ხა სულ რამოდენიმე დღის წინ აზიური რესპირაციული კონგრესიდან ჩინეთის ერთ-ერთი უზარმაზარი მანუფაქტორული ქალაქიდან გუანჯოუდან დავბრუნდი. და მე არ მეჯერა ერთი პაციენტი, რომელსაც 10 წელი ასთმით მკურნალობ და მას ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა იმ ქალაქთან, მეუბნებოდა ხოლმე, რომ ბიძინა რითი ხსნიო, მე აბაშიძეზე ვცხოვრობო და აქ სულ ასთმის შეტევა მაქვსო და გუანჯოუში რო შავალ, კარგად ხვდები ამ ინდუსტრიულ ქალაქშიო და არ ვიცი თქო ვეუბნები, არ მიფიქრი ამ საკითხზე, რაღაც ალბათ გარემოებაა და ეხლა დავფიქრდი, იმიტომ რომ ჩავედი იქ, სადაც ეს ჩემი პაციენტი 10 წელია დადის. ქალაქში 99% ელექტროსკუტერია და ელექტრომანქანაა. მანქანების ხმა არის მის 15 მილიონიან ქალაქში და საერთოდ გამონაბოლქვი არ არსებობს. Air Quality-ის ხარისხის შეფასების აპლიკაცია. აი ეხლაც რო ნახოთ თქვენ, ამ წუთში სადაც ჩვენ ვართ, აქ იქნება ხა საშუალოდან მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი, მყარი ნაწილაკი 2.5, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ასთმას და ყველაზე ცუდ გართულებებს. აი იქ 4 დღის განმავლობაში გუანჯოუში უყურებდი, შუა ცენტრში და აი ამ დიდ ინდუსტრიულ ქალაქში საერთოდ არ ფიქსირდებოდა. მწვანე იყო ეს PM2.5, აღარ ვამბობ ოზონზე და აზოტის დიოქსიდის გამონაბოლქვზე. როგორ მიაღწიეს ეს მათ? ელექტრიფიკაცია, დიდი ქარხნების შორს გატანა და მწვანე პოლიტიკა, სავსეა ყვავილით, მცენარით და სიმწვანით 15 მილიონიანი ქალაქი. მოკეთ, თუ ჩვენ ამას ავიყვანთ ყველაფერს პოლიტიკის რანგში, ოღონდ რასაკვირველია პოლიტიკის გამხორციელებელი ხშირად გეუბნება, რომ მითხარი ეს, აი ამას ემსახურება და მე ამიტომ მოვდიოდი ძალიან სიხარულით გარდა თქვენი, ასე ვთქვათ, ადამიანური პატივისცემისა, რომ ხმის მიწოდენ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველამ არ იცის, ეხლა ყველა სპეციალისტი ხო არ არის სადღაც კაბინეტში რო დაჯდა 1 კვირის წინ თუ 5 წლის წინ. ამიტომ პოლიტიკის განმახორციელებლებს ჭირდება სპეციალისტებისგან ხმის მიწოდომა. ამიტომ თუ ეს ესე იქნება,
ყველანი ამაზე დავფიქრდებით, ჩვენ შევძლებთ, რომ ალერგიული დაავადებების პროგრესი შევაჩეროთ. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობა მიღებული ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრს, ქალავტო მაია გოთუას პროფესორ მაია გოთუას ხელმძღვანელობით და რამოდენიმე საფეხური იყო ამ აიზაკ კვლევის. ძალიან 90-იან წლებიდან დაიწყო. ესა ინეზ აშერი ატარებდა, ოკლენდის უნივერსიტეტის პროფესორი და ეს არის ყველაზე დიდი ეპიდემიოლოგიური კვლევა, რაც მედიცინის ისტორიაშია ჩატარებული. იკვლევდა ეს აიზაკი ასთმისა და რინიტის გავრცელებას 6, 7 და 13, 14 წლის ბავშვებში მთელს პლანეტაზე. და რა არის საინტერესო, იცი, 4 ფაზაა ჩატარებული. და ეს იყო დროში, ტრენდი, რასაც ვამბობთ თანამედროვე სიტყვას, როგორ იცვლებოდა ესენი. ჩვენს ქვეყანაში ჩვენ შევხედეთ რა ტრენდს, აი რო იყო მესამე ფაზის კვლევა, ქუთაისსა და თბილისში ტარდებოდა 7%-იანი რინიტის გავრცელება. ბოლო კვლევა რო ჩატარდა უკვე 2010 წლის შემდგომ, ეგ იყო უკვე 12 და 13%-იანი. ჩვენთანაც ობიექტურად ტრენდი ასთმის, მიმდინარე ხიხინის, ატოპიური დერმატიტის და რინიტის გაორმაგებულია ბოლო 15 წლის განმავლობაში. რამაც ყოველდღურად არ ვხედავთ, მაგრამ მედიცინა და მტკიცებითი მედიცინა იმას ნიშნავს, რომ ეს კვლევით უნდა იყოს გამყარებული. მე რო შენ ხედავ, შეიძლება რაღაც გეჩვენება, როგორც ერთ სპეციალისტს უნდა დიდი ეს კონდეს კლინიკური პრაქტიკა. ამიტომ ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ ერთი ტენდენციაც არის, რაც უფრო განვითარების მაღალ საფეხურზე ადის ქვეყანა, რაც უფრო მაღალ ჰიგიენურ ცხოვრებას იწყებს საზოგადოება და fancy, luxury ცხოვრებას. უნდა ვიცოდეთ, რომ ალერგია არის თან გარდაუვალი პრობლემა, იმიტომ რომ აი ჰიგიენური თეორია საკლდება. ხო, ამიტომ ეხლა გამიშა სხვათა შორის თქვენ რო საუბრობდით, ეგ ერთი შეკითხვა. ჩემ შემთხვევაში იყო ესე. 17 წლამდე ვსწავლობდი ქუთაისში. მერე გადმოვედი სასწავლებლად თბილისში და ჩემი ალერგია გაქრა. მაშინ, როდესაც 12 წლიდან 17 წლამდე მქონდა თითქმის ყველაფერზე ალერგია. ეს იქნებოდა მტვერი, ეს იქნებოდა გარემოს შეცვლა, თუ მაგალითად წავიდოდი სადმე დასასვენებლად კოტეჯში, სადაც მეტი ხე იყო და ხისგან იყო დაუშვათ კედლები გაკეთებული, ყველაფერზე მემართებოდა ეს ალერგია. როდესაც შევიცვალა ეს გარემო და გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად, ავტომატურად გაქრა ჩემი ალერგია. ხო, ეს დამოკიდებული არის ინდივიდუალურად, ხა ჩვენ არ ვიცით შენი როგორც პაციენტი ამ შემთხვევაში და წამყვანის ალერგოლოგიური პროფილი, საერთოდ ჩვენი ქვეყანა ლიხის ქედით ორ ნაწილად არის რა გაყოფილი, ეს განსაზღვრავს ამ და შავი ზღვის კლიმატი ტენიანობის განსხვავებულ მაჩვენებლებს. ტენიანობა განსაზღვრავს მეორე მხრივ ძალიან მკვეთრად ალერგენების ზრდის პოტენციალს. სადაც მაღალი ტენიანობა, აი დასავლეთ საქართველოსთან, მეც დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში ვარ გაზრდილი დაბადებული სკოლა, ყველაფერი იქ მაქვს ნასწავლი და ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს, სულ ჩამესმოდა რომ ნესტის ალერგიაა, აქ ნესტის ალერგიაა, ბევრი, აი რაღაცა გვირაბს გადავსცილდი, როგორც იცოდე ხოლმე ტუნელს გავწვდი თუ არა და იმ წუთში კარგად გავხდი. ეხლა რა არის აქ თავარი სპეციფიკა ამის? არავით არის ნესტის ალერგია დასავლეთ საქართველოსთან ჩამოსულ ხალხს უმრავლესობას არ უფიქსირდება. ბათუმელია, ფოთელია, ზუგდიდელია, ქუთაისელია თუ წალენჯიხელია. მათი ალერგიის უდიდესი ნაწილი არის ოთახის ანუ სახლის მტვერით განპირობებული. რატომ? იმიტომ რომ სადაც მაღალი ტენიანობაა, ნესტიანობა კი არა და ობისოკო, ტენიანობა როგორც მოვლენა, თავისი პროცენტებით განსაზღვრული. ეს არის იდეალური პირობები სითბოსთან ერთად ტურისტ კიპების რაოდენობის მილიონჯერ ზრდისთვის. ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი კლიმატში ისინი კომფორტულად ვერ გრძნობენ თავს. ასევე ბარემ აქვე, რადგანაც ამ ნაწილს შევეხეთ, უნდა ვთქვა, რომ ზღვის დონიდან 1400-1500 მეტრის ზემოთ თუ ადია, ამიტომ ხშირად მეკითხებია, როგორც ეგრე, სად დავასვენო ჩემი შვილი მე, რომ დაუდგინე ეს ალერგია, ხო, ეხლა რა ვქნათ? აი, სწორედ ოთახის მტვრის ტკიპების თავარი რინიტისა და ასთმის გამომწვევები ვერ ცხოვრობენ დაბალი ტენიანობისა და ჰაერში ჟანგბადის დაბალი შემცველობის გამო 1500 მეტრი და ზემოთ. ამიტომ ჩვენმა წინაპრებმა ემპირიულად მიაგნეს, რომ ის ბაკურიანია, ბახმარვა თუ აბასთუმანი არის იდეალური პირობები, იმიტომ რომ იქ არ არის შენი ალერგენი. არც აწოლში, არც ლეიბში, არც გარე სივრცეში. ამიტომაც ეს არის ასეთი ადამიანებისთვის იდეალური კურორტი. რეალურად როგორ რა ხდება ორგანიზმში? ძალიან კარგად აგვიხსენით თქვენ ამის შესახებ, რომ დაიწყეთ საუბარი, მაგრამ აი როგორ ვითარდება ალერგია? აი იმუნური სისტემა ჩვენ ორგანიზმს იცავს თუ აზიანებს? მარტივი ენით ხალხისთვის გასაგები ენაზე რო გითხრათ და აი რა განსხვავებაა, როგორ განასხვავოს ადამიანმა ჩვეულებრივი ვირუსული რინიტია თუ ალერგიული რინიტი? ხო, მოგეთ ეს ორი საკითხია სხვადასხვა და აი მოკლედ უპასუხებ ახლა. პირველი ალერგია არის მაინც ჰიპერგრძნობელობითი რეაქცია, ანუ ეს არ არის ჯანსაღი რეაქცია. ადამიანი ევოლუციურად თავის იმუნური სისტემით შექმნილია ისე, რომ ძირითადი საფრთხეებს გაუმკლავდეს. ახლა იმუნოლოგიის ძალიან საინტერესო ასპექტია, რომ
რაღაც პერიოდამდე, სანამ ეს რაღაცა კლონური სელექცია და ბერნეტები და ასე გამოჩნდებოდა 50-იან წლებამდე, ყველას ეგონა რომ ჩვენი იმუნური სისტემა მარტო არის ერთი ფუნქციით. გარე მომხდურებს დაუხდეს. მე ესე ვადარებ ხოლმე ამას სტუდენტებთან თუ პაციენტებთანაც ხანდახან და ძალიან კარგი შედარებაა, რომ სახელმწიფოს მოწყობაში არის ესეთი ორი სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის სამინისტრო თუ სამოქალაქო ომია თუ იწყებს მოქმედებას, იმან მარტო მტერს უნდა დახვდეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა წესრის უზრუნველყოფს. 50-იანი წლებამდე იმუნური სისტემა ეგონათ რომ არის მარტო და მარტო თავდაცვის სამინისტრო. გვიცავს ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, პარაზიტებისგან, პროტოზოებისგან და ასე შემდეგ. აი სწორედ აი ამ მედევარებისა და ბერნეტების და აი ამ ადამიანების აღმოჩენით აღმოჩნდა რომ ჩვენი იმუნური სისტემა უფრო ძლიერი და უფრო საჭიროა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო. ადამიანის ორგანიზმში ყოველდღიურად 1/10 ხარისხად კიბოსკენ მიდრეკილი უჯრედი წარმოიქმნება. და ჩვენი იმუნური სისტემამ აი ეს კრიმინალური ელემენტები ყოველდღიურად უნდა იპოვოს და უნდა გაანადგუროს, რომ ჩვენ სიმსივნე არ დაგვემართოს. აი რა არის ნობელის პრემია 3 წლის წინ გაცემული და checkpoint inhibitorები, იმუნური სისტემის წამლები, რითაც ეხა დღეს კურნალობენ და მელანომა და ისინი 90%-ით იმკურნება. თვითონ წამალი არ კლავს. არსებობს ძალიან ძვირიანი ეს წამლები, მოგეხსენებათ 4, 5 და 6,000 დოლარი. რა მიგნება იყო ნობელის პრემია რაში გაიცა? ამ ადამიანებმა, იაპონელმა და ამერიკელმა მეცნიერმა აღმოაჩინეს შემდეგი მიგნება. მე თუ მაქვს კიბოს უჯრედი, გამიჩნდა, ავთვისებიან კიბოს აქვს უნარი, აი ეს ჩემმა იმუნურმა სისტემამ ეს კიბოს უჯრედი რომ უნდა დაინახოს, აი როგორც ეხა ჩვენ აქ კარგი განათებისთვის პროჟექტორი გვანათებს, ჩვენ უნდა მოგვანაცოს, რომ კამერამ აღვიქვას. მაგრამ კიბოს უჯრედი აკეთებს იმას, რომ ამ შუქს რთავს და ემალება იმუნურ სისტემას. აი სწორედ ამ ორმა მეცნიერმა, იაპონელმა და ამერიკელმა აღმოაჩინეს რეცეპტორი, თუ ამას დავბლოკავთ, ვერ აქრობს უკვე კიბო ამ შუქს. ხედავს თელი იმუნური სისტემა, მივარდება და გაანადგურებს. აი სწორედ ეს არის checkpoint inhibitorები. წამალი ანათებს შუქს, სად ზის კიბოს უჯრედი. თვითონ არ კლავს მას ამ უჯრედს. გზას უხსნის იმუნურ სისტემას. ეს იმდენად დიდი გარღვევაა, როგორც პენიცილინის აღმოჩენა, რომ ამან შეიძლება აი ამ მიგნებამ მართლა დაამარცხოს კიბო, რაღაცა დრო ჭირდება, იმიტომ რომ ყველა უჯრედს არა აქვს რაღაც ეს უნარი და ეხლა ამ სიღრმეში არ შევალ. სწორედ ალერგია არის იმუნური სისტემის გაუკუღმართებული რეაქცია. ჩვენ აი ამას რომ უნდა ვებრძოდეთ კიბოს, ინფექციებს, ვირუსებს და ბაქტერიებს, ადამიანების რაღაც კატეგორიას ემართება ისეთი ეპიგენეტიკური ცვლილებები, ანუ რაც გენეტიკურად არ მოყვებოდა ისტორიულად, ეპიგენეტიკა ხო ეს არის, არ იყო ცვლილება და ეპი მის ზემოთ გაჩნდა. აი სწორედ ეს არის ფაქტორები, რაზეც ვისაუბრე, რადიაცია და კიდე ბევრი შემოდის. აი ამის გამო ადამიანები გახდნენ ალერგიულები და ჩვენმა იმუნურმა სისტემამ აი ყველაფრისგან დაცულია, სუფთა, ტვერი არ არის, აცრები ყველაფერზე გავიკეთე და ბუნებრივი ინფექციები არ მხვდება. რაღა გააკეთოს აღარ იცის და იწყებს ისეთ რაღაცებზე რეაგირებას, რისი საქმეც არ უნდა კონდეს. მოგეთ ერთი სიტყვით, ეხლა არ მინდა ცუდი შედარება, გავაკეთო უსაქმური კაცი რო რაღაცა შვება. აი ზუსტად ესე არის ალერგიის დროს. იწყებს ბრძოლას უსაქმურობის გამო, ტვერის მიმართ, რძის მიმართ, კვერცხის მიმართ, წამლის მიმართ, რაც არ არის მისი ევოლუციური დანიშნულება. აი სწორედ ალერგია ზოგი მეტყვის სუსტი იმუნიტეტი მაქვს ალერგია. არა ვეუბნები, სუსტი კი არა გაქვს. პირიქით ჰიპერმგზნობიარე იმუნიტეტი მაქვს. ამიტომ ალერგიის ძირითადი არსი არის არასწორი იმუნური პასუხი, ჰიპერმგზნობიარე პასუხი და ამას სწორედ აი ეს ფაქტორები განსაზღვრავს, რაც დასაწყისში ვთქვი. ეხლა როგორ განვასხვაოთ ალერგიული და ინფექციური რინიტი. მართლა ორივე რინიტია, ორივე ცხვირის ლორწოვანი სანთებაა და ძალიან გავს ერთმანეთს. ზოგჯერ ადამიანები ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაში გეტყვია, რომ 3 წელი მცივდებოდი მეგონა და აი ხა წელს რაღაცა მივაგენი, ის მოვისმინე, ის წავიკითხე, იტყვიან. რა არის აქ თავარი გასაღები? რინიტია, ვერ განასხვავებ ვირუსია თუ ალერგენია. თავარი მიგნებები რა არის? ალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელია უხშირესად თუ სეზონურია ცხვირი და პლუს თვალის სიმპტომატიკა. რაც ვირუსისთვის ეხა თუ ეს არ არის 40-ცხიანი და 39-იანი ადენოვირუსი, რომელსაც ფარინგოკონიუნქტივალური ცხენებას ვეძახით ჩვენ. სხვანაირ არც ერთ ვირუს თვალის ჩართულობა ნაკლებად ახასიათებს. სრემლდენა და თვალის ქავილი და ერთად თუ არის ეს ალერგია. ალერგია სიცხე არასოდეს არ ახლავს და ალერგია ინფექციისგან განსხვავებით არასოდეს არ არის 1 კვირა და 10 დღე. ის ყოველთვის 2-3 კვირა და 1 თვე მაინც იქნება. ამიტომ გახანგრძლივებული სურდო თვალის ჩართულობით
სიცხე არ მაქვს, პირველი ეჭვი უნდა მიიტანოთ, ბავშვი გყავთ, დიდი ხართ თუ საკუთარი, ასე ვთქვათ, ოჯახის წევრია, ან მეგობარია, რომ ეს შეიძლება იყოს ალერგიული რინიტი. კი ბატონო, მე მაქვს ახლა ესეთი კითხვა, მოკლედ, სამი თემის ირგვლივ ტრიალებს ეს ალერგია. პირველი სეზონური ალერგია, მოკლედ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ყველამ ვიცით, რომ გვიმძაფრდება. ასევე როდესაც ცხოველი ყავს სახლში, ესეც ძალიან საინტერესო ფაქტორია, რაზე გვაქვს ცხოველთან დაკავშირებით ალერგია, ბეწვზე გვაქვს ალერგია თუ რა ფაქტორზე გვაქვს ალერგია. და ასევე ძალიან ხშირია ხოლმე საკვების ალერგია. აი ამ სამ თემაზე რო გვესაუბროთ, რომელიც ძალიან გავრცელებულია დღეს. პირველი რა იყო უნდა დაუბრუნდეთ? პირველი იყო სეზონური ალერგია. სეზონური ალერგია, ცხოველის ალერგია და მერე საკვები ალერგია. მოდი ესე ვიტყვი მოკლედ. პირველი რაც შეეხება სეზონური ალერგია, ეს რაც მაკვირველი ახლა ძალიან გავრცელებულია და სეზონები სხვადასხვა, ახლა აღარ ჩავშლი ამ თემას. ყველაზე ხშირი სეზონი არის გაზაფხულის პერიოდი. თუმცა შეიძლება ალერგია იყოს გვიან შემოდგომაზეც, ამას საქართველოში კარგად იცნობენ, ამბროზია ეს იმ დროს, რომელიც ბატონობს და ლაგოდეხიდან დაწყებული, ბათუმით და ანაკლეით დამთავრებული, ყველგან არის ეს რასაკვირველია. რაც შეეხება ცხოველის ალერგიის საკითხი, ცხოველს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება, სწორედ აქ შემოდის ასევე თემა, ძალიან ისეთი მტკიცებითი, როგორც 2-4 ესეთია ჩემს დარგში უკვე ეს მიღებული პოსტულატი, გენი გარემოს ურთიერთობის. ოჯახებს, რომელთაც ჰქონდათ და აქვთ ასთმის გენეტიკური პატერნი, აი ხო არის ოჯახური სეგრეგაცია, რომ ბაბუას აქვს, დედას, მამას, მერე შვილებს გადმოსდის. ანუ გენეტიკურად უფრო მეტად არ მიიჩნევა, რომ ასთმა და ალერგია მთლად გენეტიკური ავადმყოფობებია, განსაზღვრავს უფრო ფენოტიპი და არა მარტო გენომი, მაგრამ მნიშვნელოვანია გენომთან კავშირი. ეხლა რას განსაზღვრავს ეს? ბრიტანელებმა და დანიელებმა ძალიან დიდ კვლევებზე დაყრდნობით ეპიდემიოლოგიური დაკვირვებით ნახეს, რომ რაღაც გენეტიკური ოჯახური 17 კი 21 პატერს ვეძახით ამას ქრომოსომს, ეხლა აღარ მინდა ეს რომ გავართულო, მაგრამ რას გულისხმობ? ამ გენეტიკური ალერგიის განწყობის ოჯახებში თუ თავიდანვე იყო ძაღლი სახში, აღმოჩნდა რომ მას დამცველობითი თვისება აქვს ასთმის განვითარების. და თუ ასეთი განწყობის ოჯახებში იყო კატა, მას ათმაგად დიდი უნარი აქვს ასთმა რო განავითაროს. ამიტომ თუ ცხოველებში შემოვიტანთ რაღაც აი ამ სელექციურ საკითხს, ხო, აი ცოტა არ არის შეიძლება ეს ახლა ესეთი თემა, მაგრამ ეს მეცნიერული მტკიცებულება და ეს ჩემი მოსაზრება არა. ძაღლი იცავს, ოღონ არა რომ 5 წლის არის და მერე მოიყვანე. ადრეული პერიოდიდან უნდა იყოს. დედა რო ორსულია მაშინ უნდა იყოს. და ეს არის ნაყოფისთვის დამცველობითი თვისების მატარებელი. ხა თვითონ ზოგადად ძაღლის ალერგენებზე ვიტყვით, ეხა ალერგიის დიაგნოსტიკაც ერთი კიდე მნიშვნელოვანი თემაა ძალიან და ჩვენ იმდენად წინ წავიდა ჩემი დარგი ბოლო 5 წლეულის განმავლობაში განსაკუთრებით რომ შემოვიდა მოლეკულური დიაგნოსტიკებზე ვართ ეხა ჩვენ გადასული და ეს მოლეკულური დიაგნოსტიკა რას ნიშნავს? ეს ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა გახდა. აი დღესაც ვყავდა მე ასეთი რამოდენიმე პაციენტი, რას გულისხმობ? აი მაგათაც ძაღლის ალერგენს რაღაც 300 მოლეკულას უყურებთ და ძაღლზე პასუხისგებელი მოლეკულიდან ერთი 10-ია. ეს არის კანეფ 1, კანეფ 2, რაღაცა კან ძაღლს ნიშნავს ლათინურად და აქედან მოდის ამ მოლეკულების ნიშანდება. რატოა ეს ჩაშლილი და რატო გვაინტერესებს? აი ჩემ პაციენტს დღევანდელს აღმოაჩნდა, რომ კანეფ 1-ის ისეთ მოლეკულაზე აქვს, რომელიც მამრობითი ძაღლის შარდით გადმოდის მარტო ეს ალერგენი. აი ამ დონემდეა უკვე დიაგნოსტიკა მისული. და ყბა ჩამოვარდება. ხო, ჩემი მეგობართან ვერ ხვდებოდიო, ის ძაღლი რატომ აძლევდა ალერგიას და მე რო სახში მყავს დედრობითია და საერთოდ არ მაქვს ალერგია. ანუ შესაძლოა სქესის მიხედვით, იმიტომ რომ პროსტატ სპეციფიური ანტიგენია, რომელიც მამრობითი ძაღლის შარდს გადმოყვება, რაც არ აქვს მდედრობით შარდს, იმიტომ რომ ევოლუციურად მას არ აქვს წინამდებარე ჯირკვალი. მოგეთ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ძაღლის და კატის ალერგენი, ცხენის ალერგენი თუ თხის ალერგენი, ნომერ პირველი ალერგენი არის მათი ნერწყვი და დორბლი, შარდი და განავალი და არა მათი ბეწვი და არა მათი ქერტლი. ამიტომაც ეს პოლიტიკა ხშირად ეს მარკეტინგული ხრიკია, რომ აი რაღაცა ჯიშებს მისახელებენ, რომ ჩვენ ჰიპოალერგიული ჯიში გვყავს სახში. და უყურებ, რომ არ ეტევა ანალიზში იმხელა რაღაცა ეს პატერნები დავინახეთ მოლეკულური და უხსნი, რომ აი თქვენ ქერტლზე ნამდვილად არ ქონია. სწორია, რომ კარგია, რომ ასეთი ძაღლი ყავს, რომელსაც ბეწვი არ სცვივა. კარგია პარაზიტოლოგიურად, რომ ექინოკოკი არ დაგემართებათ. მაგრამ ეს ალერგიასთან არაფერს შუაში არ არის. ცოცხალ არსებას. თუ მისი განწყობა გაქვს ალერგიული, ეს უნდა იცოდე, რომ ეს არ არის თმისცვენასთან დაკავშირებული პრობლემა. უფრო დიდი ალერგენი არის, სწორედ მისი ნერწყვი და ექსკრემენტები, რომელიც ის გამოყოფს. და ბოლო საკითხი იყო კვებასთან დაკავშირებით. ნუ კვებითი ალერგია კიდე ერთი დიდი თავსატეხია ჩემი დარგის, მაგრამ თავარი რა არის, რაც მინდა რომ აი რაღაცა ამ ფორმატში ვთქვათ, რომ არსებობს ორი სახის კვებითი ალერგიის მოვლენა. პირველი, თვითონ ადამიანს გონია რომ აქვს კვებითი ალერგია და მეორე არის ობიექტურად აქვს თუ არა კვებითი ალერგია.
კვებითი ალერგია ეჩვენება არასწორად მოსახლეობის სოფლიო მოსახლეობის გონი ყოველ მესამე იმიტომ ადამიანს. რომ ძალიან ტრენდული ამაზე საუბარი, შეხედეთ, ყველა ეხლა რა საუბრობს არის? ლაქტოზის ალერგიას. აი მე ვიტყვი ახლა ამას. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატი. ეხლა თუ რაღაცებს არ დავარქვით თავის სახელი, ისე მე შინაარსი მე დამემართა ერთი წამით. აი მინდა რომ მითხარი, სანამ აბსოლუტურად, ხო, მითხარი. ახსნი, მინდა დიახ. რომ ჩემი მდგომარეობაც კი, ბატონო, ახსნა სიამოვნებით მაშინ. მოგისმენ. ანუ სამსახურში შესვენებაზე რაღაც სალათი მივირთვით და არ ვიცი, აი რაღაც სალათას გქონდა თქო ვფიქრობ დღემდე რაღაც განსაკუთრებული სუნელებს რო ვეძახით მოყრილი და დამეწყო 15 წუთში კვებიდან ჭინჭრის ციება. ალერგოლოგი ჩვენთან ახლა სამსახურში ვინც ყავს უცებ დაუძახეს მთელი შეიკრიბა მიმღები მთელი ისა გადამიწყვეს გადასხმა დაიწყო აი სულხის გაძნელება ხო არ დაგემართა? ხმა რომ მივხვდი ანუ ხორხში პროცესი წავიდა. ყველა რო დამეწყო გავიქეცი მე თვითონ აფთიაქში ვიყიდე კლინიკაში გვაქვს გარი აფთიაქი და ვიყიდე ხო სტეროიდიც ვიყიდე ანტიჰისტამინიც ვიყიდე მე ამოიტანეს კიდე უცებ დამალევინეს გახსნეს გადასხმები დამიკეთეს აი ესე დაიწყო გასიება ტუჩმა ცხვირმა თვალმა და ნუ დღემდე მგონია რომ კვებითი ალერგია იყო ძალიან მაინტერესებს აი პირდაპირ ახლა ჩვენ ეთერში მითხრა თქვათ რა დამემართა თქვათ მე სწორად ვიფიქრე ჩვენ კლინიკაში სწორად ვიფიქრეთ თუ არა კი ბატონო მოდი მე ესე ვიტყვი ახლა პირველი რაც უნდა უთხრათ აი განმარტება რო იყოს და ნათელი შევიტანოთ ამ საკითხში ჩვენ კვებით კომპონენტებში გვაქვს როგორც ყველა ძირითადი საკვები ესეა მოწყობილი ინგრედიენტული შემადგენლობის სამი ძირითადი ასპექტია ნახშირწყლოვანი ნაწილი საკვების, ცხიმოვანი ნაწილი საკვების და ცილოვანი საკვები ნაწილის. მთავარი ამბავი რაც უნდა ვთქვათ, ბუნებაში ნონსენსია, ანუ არ არსებულია, რომ ადამიანს ალერგიული რეაქცია საკვებზე ჰქონდეს ან ცხიმოვან ნაწილზე, ან ნახშირწყლოვან ნაწილზე. ალერგია მარტო არის კვებითი ნაწილიდან მხოლოდ ცილოვან კომპონენტზე. ეხა ეს რა მაგალითს ხსნის და მე სოფოს მაგალითის ახსნაზეც გადავალ. აი ის რაც თქვენ ახსენეთ ეხა და მეცნო ძალიან ხშირი შეცდომაა ჩემთან მოსული პაციენტების და ხშირად ამას ექიმები უბიძგებენ. სიტყვა ლაქტოზის ალერგია. ეს სიტყვა თანაწყობა ნონსენსია, იმიტომ რომ ლაქტოზა არის რძის შაქარი, ანუ ნახშირწყალი. არ შეიძლება მასზე ადამიანს ალერგია ჰქონდეს. იქ უნდა ვიხმაროთ მარტო სიტყვა ლაქტოზის აუტანლობა. ლაქტოზის აუტანლობა და ყველა აუტანლობა სხვა მოვლენაა და ალერგია სხვა მოვლენაა. ამაში თუ არ ამიტომაც აი აუტანლობის ხალხს გონია რომ ალერგიები აქვთ, ხო და ალერგიის ხალხს გონია რომ აუტანლობები აქვთ. მოკეთ ერთი სიტყვით. აუტანლობა სხვა არის, აი მე თუ ბევრ ყავას დავლევ და გული ამიჩქარდებ, ესეც კოფეინის აუტანლობაა. გასაკვირველი, ეს არის ინტოლერანსი კოფეინის მიმართ. ამის მაგალითია ლაქტოზა ყველაზე ხშირი, ეხლა რა არის განსხვავება? ლაქტოზის აუტანლობის დროს აუცილებლად რეაქცია არის იქ სადაც ეს ლაქტოზა მოხვდა და ვერ მოინელა ჩემმა კუჭნაძლავმა. მე მექნება მუცლის ტკივილი, მუცლის შებერიელობა, ბოყბოყი და გულისრევი შეგრძნება. მე ჭინჭრისება და კვინკე შეშუპება არ მექნება, აი როგორც სოფო მოყვა. ამიტომ ის აუტანლობა ის არ არის ალერგია. ლაქტოზა გართულების ხარისხი იქნება განსხვავებული, ხო? ამ შემთხვევაში არ გაცდება იქ მექანიზმი რა არის? ლაქტოზის აუტანლობა, აი მარტივად რო აგიქვას. ხო, ეს არის მხოლოდ ჩვენ გვაქვს ფერმენტი ლაქტაზა, რომელიც ამ რძის შაქარს ლაქტოზას ინელებს. თუ მე რაღაც მიზეზის გამო ეს ლაქტაზის რაოდენობა შემიმცირდა, ან ნაწლავური ანთებითი დაავადება გადავიტანე, ან რაღაცა თქვა სხვა პრობლემა მაქვს, მალაბსორბცია მაქვს, ცელიაკი, მაშინ ეს ჩემი ლაქტაზა არაა ისეთი აქტიური როგორც უნდა იყოს. ამიტომ მოუნელებელი ლაქტოზა რჩება რძეში და პროდუქტებში და იწყება ოსმოსური წნევის მომატება ნაწლავში. ანუ იწყება გაზების დაგროვება და მუცლის ტკივილი. ანუ არაფერი კავშირი აქვს საერთოდ ალერგიულ პროცესთან. ეხლა რაც შეეხება ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. საკვების მირთმევიდან დროის ფაქტორს როდის განვითარდა რეაქცია, აქვს კიდე გადამწყვეტი მნიშვნელობა. აი ხშირად არის ხოლმე რომ ჩემთან მოვლენ, აი ზუსტად იგივეს ან მეტი დრამატიზმით მიყვებია როგორც სოფო მეხლა მოყვა. და ხშირად არის ესეთი რომ აი დილის 10 საათზე ვჭამე და საღამოს 8-ზე ეს რო დამეწყო და იმ წუთში ვაჩერებ. რა თქვენ მოდი დრო არ დაკარგოთ რამ საკითხზე გთხოვთ. დილის 10 საათზე მირთმეული საკვები კავშირში არ არის საღამოს 8-ზე დაწყებულ რეაქციასთან. არც მე დამაკარგინოთ დრო და არც თქვენ ეს თქვენი ძვირფასი დრო. მოკეთ ნამდვილი ჭეშმარიტი კვებითი ალერგია, აი რა ჭინჭრისიებით, კვინკე შეშუპებით და სისტემური ალერგიით შეიძლება წავიდეს, რასაც ჩვენ მე ანაფილაქსის სხვადასხვა ხარისხებს ვეძახით.
მხოლოდ ვითარდება საკვების მიღებიდან არა უგვიანეს 2 საათის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. საშუალოდ არის რამოდენიმე წუთიდან არა უგვიანეს 30 წუთისა და რასაკვირველია კვებითი ალერგიის დროს აუცილებელი პირობა არის კანის რეაქცია უნდა იყოს პირველ რიგში. ქავილის სიწითლე, მერე შეშუპება და თუ არ დაეხმარა სწორად ადამიანი, მერე უკვე შეიძლება 9 საათიდან 1 საათში განვითარდეს სისტემური რეაქცია, რამაც შეიძლება წნევის ცვალებადობა, მოხრჩობის შეგრძნება, ბრონქოსპაზმის განვითარება და ბოლო სტადია შოკური რეაქცია, როცა ადამიანი ცირკულატორული დისფუნქცია არის და გონებასაც კარგავს. ამიტომ ალერგიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ეს დროის ფაქტორი და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის კასკადური რეაქცია, როგორ იქნება. ზოგი გეტყვის რაღაც მივირთვი და დროში შეიძლება ემთხვევა, მაგრამ აი ყელში მოჭერი შეგრძნება გამიჩნდა. მე ვკითხავ ხოლმე, კანზე იყო გამონაყარი? მოგეკავა? გაგიშლდა? ვიზუალურად ჩანდა? წვიშეგრძნება ქონდა? არა გეტყვის. აი ხშირად აქ უკვე ძალიან გვიჭირს ნევროლოგიური რეაქციის, ნამდვილი რეაქციისგან გარჩევა. მოკლედ, კანი უნდა იყოს წინა პლანზე. ეხლა რა არის მთავარი თანამედროვე დიაგნოსტიკაში? ერთი რაც უნდა შემოვიტანო, აი დღევანდელი მაგალითია კიდე ჩემი პრაქტიკის. მოვიდა ზუსტად სოფიოს მსგავს მოვლენას მიყვებოდა ეს ჩემი 28 წლის პაციენტი იყო. ორჯერ კიტრი და პომიდორის გამზადებული სალათი მიირთვა, მოიტანა გამზადებული და ორივეჯერ აღწერს იმას, აი რაც ეხა სოფო მითხრა. მე მას პირველი შეხვედრის დროს, დღეს იყო უკვე მეათე დღე, როცა პასუხებზე ვხვდები პაციენტს. დავავალე ეს დიდი მოლეკულური ტესტი. სადაც უყურებ ეხა ასეთ მოცემულობას. 295 მოლეკულა, აქედან 150-ზე მეტი საკვებზე პასუხისმგებელია, დანარჩენი გარემო ალერგია, თავისი ფუტკრით, ბზიკით თუ რა ვიცი, ცეცხლოვანი ჭიანჭველით და ასე შემდეგ. რაც ალერგენია, ზოგ დედამიწას, ყველა არ შიგნით. და მე უყურებ ამ გოგოს, რომ ამ ქალბატონთან, პაციენტთან კიტრი, პომიდორი, ყველაფერი ნეგატიურია, პოზიტიური აქვს მას კვიპაროსი, როგორც მცენარე, რომელიც ახლა ყვავის და ორი ძალიან მნიშვნელოვანი და აგრესიული მცენარე, რომელიც შემოდგომაზე ყვავის, ამბროზია და მეორე ავშანი, ანუ აბზინდა ქვია ასევე ქართულად. და ეხა ბუნებრივია კითხვა ისმის, სად არის ჩემი რეაქციის გასაღები? გავიგე რომ აქ აბზინდაზე და ამბროზიაზე. აი აქ შემოდის ეხა ჩემი დარგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც არის ასე ვთქვათ ალერგოლოგიის ასევე მნიშვნელოვანი ანიბანი რო იტყვიან. აი ამ მცენარეებს, აი ამ გარემოს ალერგენებს, ხეებს და ბალახებს და ამ სარეველებს აქვთ რაღაც ისეთი მოლეკულები, ჰომოლოგიური მათი ანალოგები შედის ბოსტნეულში, ხილში და ეგრეთ წოდებულ აი ამ წვანილებში და პროდუქტებში, რომლითაც სანელებლები მზადდება. აი მაგალითად ვისაც აქვს ავშანის, ანუ აბზინდას ალერგია, ნომერ პირველი ჯვარედინი ალერგიას ვეძახი ჩვენ ამ მოვლენას. არის მდოგვი, კულიავი, ბულგარული პილპილი, წიწაკა შავი, აი ასე და ასე შემდეგ. ამიტომ ის დანამატები სწორედ არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი, ამიტომ მე როცა ამის შესაძლებლობა ჩვენ დროის თვალსაზრისით გვექნება, ჩვენთან ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, სოფიო, რომ ვიპოვოთ აქ რომელია პირველადი და რომელი მეორეული ალერგია. ეხლა კვებითი ალერგიის იმდენი საინტერესო და მნიშვნელოვანი შემთხვევები მაქვს. ერთი უნდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს საზოგადოებას აინტერესებს ალბათ, იმიტომ რომ ცოტა იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ახალია შედარებით კვებითი ალერგიის ესეთი ფორმაა, ადამიანს ტკიპა უკბენს, დიდია თუ პატარა და ამ ტკიპის ტკბენიდან არა ლაიმის დაავადება დაგემართება და ბორელიოზი. ეს ტკიპა შენ თუ განწყობილი ხარ ამის მიმართ, ეხა ყველას არა ტკიპის კმენის მერე. ადამიანს უყალიბდება, აი მას აქვს რაღაც მატარებელი ცხოველიდან მოაქვს ეს ტკიპა არის გადამტანი ვექტორი. და იმ აი ძროხას რო უკბინა და მსხვილფეხა ქოსან საქონელს, აი ეს სისხლის კომპონენტი ტკიპა მოიტანა ჩემამდე, ბავშვი ვარ თუ დიდი ვარ და აი ეს ალფა-გალი ქვია მოვლენას გადმოაქვს ჩემთან, მე მიყალიბდება ალფა-გალის მიმართ ანტისხეულები როგორც ადამიანს და ეწყებათ ადამიანებს უკვე 30-მდე პაციენტი ვყავს საქართველოში ხორცის ჭამის მერე ანაფილაქსიური შოკი. ეს იმდენად დრამატული კასკადია რეაქციის ამოცნობა ძალიან რთულია. ამას სოფლიოში რესტორნის ალერგიას ეძახიან, სხვათა შორის ერთი თვის წინ ამერიკაში ყველა დიდმა მედიამ სულ ერთი კვირა აშუქებდნენ ამას, ბურგერის ჭამის დროს ნიუ-ჯერსში გარდაიცვალა, ვერ მიუსწრეს, ანუ ანაფილაქსიით მოკვდა და აღმოჩნდა, რომ გვამის გაკვეთის შემდგომ ანალიზებმა ალფა-გალის ანტისხეულები იპოვა ამ მამაკაცის ნიუ-ჯერსში მცხოვრებ ამერიკელის ორგანიზმში. ჩვენ გვყავს უკვე 30-მდე პაციენტი,
ქართველი მოქალაქე. ქართველი მოქალაქე. ასაკი არის 3 წლიდან დაწყებული 70 წლამდე დამთავრებული. 3 წლის. ნებისმიერ ასაკში, აი სხვათა შორის, აი თბილისის შემოგარენში ახლა მყავს ერთ-ერთი ბოლო პაციენტი, რომელსაც ზაფხულში დედამ თქვა, რომ მანგლისის პარკშიო ბავშვები თამაშობდნენ და მე რო სახში შემოვიყვანდიო. ერთი 15-20 ტკიპას ვაცლიდი ყოველ საღამოს შემშვილსო. არ ვიცი იქ რატოა ამდენი ტკიპაო, მაგრამ მე საკუთარი ხელით ბანების და ჰიგიენის დროს ვაცლიდიო და ბავშვს იმდენმა ტკიპამ უკმინა, აი ეს ალფაგარის სინდრომი შეიძინა. და ჩვენთან მოვიდა, წინა დღეს უკვე კლინიკიდან იყო გამოწერილი, იმიტომ რომ აუხსნელი ანაფილაქსია დაემართა და ახლა ამას, როდესაც ანაფილაქსიით მოდის ჩვენთან პაციენტი, ჩვენ როცა ახსნა არ აგვაქვს და არ გეუბნება ხო რომ მე ანტიბიოტიკი გამიკეთეს და დამემართა, ფუტკარმა მიკმინა და დამემართა ან კრაზანამამ ზიკმა. მაშინ ვაკეთებ ჩვენ ყველა ანალიზს, რაც ხელმისაწვდომი გვაქვს. და სწორედ იქ ვპოულობთ ასეთ რაღაცებს, რასაც შეხედვით ვერ დაადგენ. თან საკოორდინაციო ისტორიაც არ ყვება. ისტორიაც ამას არ ყვება. ამიტომ აი ეს შესაძლებლობები თანამედროვე ალერგოლოგიას აქვს ახლა, რომ ამ ტიპის ალერგენები ჩვენ უფრო დავაკონკრეტოთ და ადამიანის ცხოვრების ხარისხი, ასე ვთქვათ, აუმაღლოთ ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ როცა იცის ადამიანმა, ჩვენ საერთოდ ესე ვამბობთ ესეა, რომ ანაფილაქსი ერთხელ რო გემართება, ეს უკვე ქრონიკული დაავადება. ის კი არ გიმეორდება, შენ თავს იცავ, მაგრამ იცი რომ მთელი ცხოვრება რისკი გაქვს რომ ანაფილაქსია გაგიმეორდეს და ამიტომ ხარ ძალიან ფრთხილად და ძალიან ყურადღებით და ადრენალინით აღჭურვილი და თელი ნიუანსებია მოკეთ ასეთი ადამიანების მართვის. და მაინტერესებს კიდე ერთი, აი სიცივეზე ალერგია. დიახ. ეს ალერგიული დერმატიტი, როცა გივითარდება. ესეც არ მქონდა სხვათა შორის 1-2 წელია რა, აი თქვა. სოფო მე მგონი კონსულტაციაზე მომიყვანა. უფასო კონსულტაცია. უფასო კონსულტაცია. არა, შემეუღლეს მუდმივად აქვს მაგალითად სიცივის ალერგია, ანუ გამონაყარი, ქავილი და ანუ ანტიჰისტამინური მალამოები და ჰორმონული მალამოების ხმარობს წლებია უკვე. და თქვათ ესეც შეძენილია ხო რა თქმა უნდა ნამდვილად არსებობს აი მოსახლეობამ რომ იცოდეს სიცივის ალერგია, მზის ალერგია, ზღვაზე ვთქვათ მზის ალერგია თუ ზღვის ალერგია, ეს გვაინტერესებს. ხო, რასაკვირველი არსებობს ეს ყველა ფაქტორები. ახლა სიცივე ძალიან ისეთი გლობალური საკითხია და აი მაგალითად მე ჩემთვის როგორც ექიმისთვის ასთმის მქონე პაციენტისთვის დაბალი ტემპერატურა ერთ-ერთი ტრიგერია ბრონქოსპაზმის გამოწვევის. არა მარტო კანზე გამოაყრეს ვიღაცას, ეს მეორადი გავლენებია, რომელიც შეიძლება კანის გამოშრობა და სიცივემ დერმატიტის განვითარება გამოიწვიოს. თუმცა ჩვენ გვყავს პაციენტები, რომელსაც სიცივეზე ემართება ტკბინკე შეშუპება და ჭინჭისცეება, ამას ვეძახით სიცივით ურტიკარიას. იქ კიდე დიდი დრამატიზმია რა გაგებით ახლა მაგას გეტყვით. ეს სიცივითი ურტიკარიის დიაგნოზის დროს გასაგებია რომ გეუბნება რომ მდინარეში ჩავიდა ერთიდან ყავს სამეგრელოდან პაციენტი, იქ ტეხურა ისინი ახლა ჩვენ ბავშვობაშიც იქ დავდიოდით და აბაშის წყალი და ტეხურა ესეთი ცივია რომ არ ქონდეს მართლა ალერგია და გემართება. მაგრამ ახლა ჩემს მეზობლად იქ იყო გუბის წყალი, მე თბილი წყალი მოდის. ამიტომ რატო ახლა მნიშვნელობა ამის დიაგნოსტიკის? ჩვენ გვაქვს ესეთი ჩვენს დარგში გერმანელებმა შექმნეს სხვათა შორის არაფერი ფილოსოფია არ არის, აი სიცივითი ურტიკარიის და ალერგიის ეჭვის დროს ტემპ ტესტი ესე ქვია მოვლენას პაციენტს წინა მხარს დავადებინებთ აპარატზე, რომლის ერთი ზღურბლი ტემპერატურის 4 გრადუსიდან იწყება, მერე თბება და აქეთ არის ბოლოს სულ 44 გრადუსი. და 15-20 წუთის შემდეგ, მე სურათები მაქვს ძალიან ბევრი ჩემი პაციენტების ტელეფონში ვინახავ მე ამას, რო ამოაბრუნებს ხელს, ჩვენ ვუყურებთ რომელ გრადუსზე აქვს მას ზედა ზღურბლი. ანუ მე სიცივითი ურტიკარიის შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ძალიან დაბალი ტემპერატურა, ვიღაცისთვის იყოს არც. რაც უფრო მაღალია ზღურბლი, ცხოვრების ხარისხი უფრო ცუდი აქვთ. ანუ იმ გუბის წყალშიც ვერ ჩაუშვებ და ასე ვთქვათ, ადუღებულ იმას წითელ ზღვაშიც ვერ გავუშვებ. მაგრამ თუ ზღურბლი დაბალია და ვხედავ რომ 14-15 გრადუსის ზემოთ მას ურტიკარია არ განუვითარდა, მაშინ ვეუბნები რომ აი დილის ზღვაზე არ ჩახვიდე, მაგრამ შუა დღისაც რო გათბება და 4 საათს რო გადაცდება და მზეც უკვე აგრესიული არ არის, მე აი ასე ვარეგულირებთ ამ ადამიანების ბედს. ხო, ამ ტემპ ტესტის ძალიან საინტერესოა. ძალიან დაბალი როა. კიდე ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია. ამ დროს აი მაგალითად ხშირი არის ესეთი ამ პაციენტებთან განსაკუთრებით, რომ დაბალი ტემპერატურაზე რეაგირებენ. სხვადასხვა სამედიცინო манипуляციის დროს ისინი რომ საავადმყოფოში მოხვდნენ, თუ ეს მე აი როგორც ჩანაწერი ექიმს ასე ვეუბნები ხოლმე რომ აი ეს პირდაპირ ამოიღეთ როგორც ზოცა თქვენ კლინიკაში მოხვდებით თქვათ რაღაც დიარეული მოვლენა ან ინტოქსიკაცია დაგემართათ თქვენ თუ ცივი რინგერი გადაგისხეს იმ წუთში ანაფილაქსიური შოკი განვითარდება ამიტომ ეს თუ არ გააფრთხილა პაციენტმა რომ შეათბეთ სადაც არის მისი ზღურბლი
22 გრადუსამდე და მერე დაიწყეთ ამის გადასხმა. ან 18-მდე. და მერე იძახიან, რაღაც ალბათ ეს რეაქცია მისცა ამ რინგერმა და ფიზიოლოგიურმა. პაციენტი თუ უმეტყველოა რა ქნას. რთულია, ამიტომ ეს ვეუბნები, რომ ჩანაწერი გაქვს და ეს ატარე ხოლმე. სხვათა შორის ეს ამერიკაში და უცხოეთში არის ეს კულტურა, რომ ასეთ ადამიანებს ბრასლეტი აქვთ, ხო აღარ ვამბობ როგორც აი ომში რომ რაღაცა უნდა კონდეს სისხლის ჯგუფი აქ გიწერია, რომ როცა გონება რა გაქვს, რომ სწორად იმოქმედ. მოკლედ ერთი სიტყვით, სიცივითი მოვლენები ძალიან სერიოზული ამბავია და ამ ხრივ აი ესე რეგულირდება რომელი ფაქტორი არის წამყვანი და დაავადება რა უდგას მას უკან იმის მიხედვით ვეხმარებით. რაც შეეხება მზის ალერგიაც, რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს აწუხებს და ეხლა ის ზაფხული კარს მოგვადგება მალე და ტემპერატურა, მზის ალერგიას ორი ძირითადი ასპექტი აქვს. ერთი არის ჭინჭრისიება, ან ურტიკარია, გახვალ მზეზე და სწრაფი რეაქცია და მეორე ჩახვალ ზღვაზე თუ მოიშიშვლებ და დიდი ფართია და პირველი მეორე დღე არაფერი არ არის და მესამე დღეს დაგეწყება რეაქცია. ამას უფრო ეძახიან sun poisoning, ანუ ინტოქსიკაცია მოწამლასავით იწევს. ის უფრო ცუდი სამართავია და უფრო რთულია და რთულად სამკურნალოა. ეხლა სულ ვეუბნებით ხოლმე ჩვენ რომ დიდი განკურნება ჩვენ ამისგან არ შეგვიძლია, ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია ურჩიოთ მზის დამცავები, მზის ჰიგიენის დაცვა, რომ 11 საათი. ძალიან ტრენდულია მზის დამცავები, ან ყველა იყენებს 50%-იანს თუ არა 30%-იანს მაინც სახეზე მაგალითად. მზის ალერგიის დროს აუცილებელი პირობა არის ეს უნდა იყოს 50 SPF-ი და ასე ვთქვათ, ხო, ამაზე ნაკლები ვერ იცავს უბრალოდ და ეს მზის ჰიგიენის დაცვა. ამიტომ ეს რეალურია, ბევრ პაციენტს აწუხებს და გამოსავალია ამ ხრივ არის. ჩვენ საზოგადოებას უნდა მოუწოდოთ, რომ ყველამ ჩაიტაროს ეს ტესტი. ვისაც აქვს გარკვეული ეჭვი, ახლა ყველამ არ ჩაიტაროს, თქვათ ახლა მასიურად არ მოგვადგეს ხალხი, არ დავიღუპოთ. ხო, ვისაც ეჭვი აქვს ამაზე. ვისაც ეჭვი აქვს. ანაფილაქსიასთან დაკავშირებით მაქვს ესეთი შეკითხვა, თქვენ პრაქტიკაში რა გქონიათ გამოცდილება, როდესაც უშუალოდ დადექით ამ პრობლემის წინაშე და ამ შემთხვევაში რას აკეთებს ადამიანი? მაგალითად, თუ შენ ხვდები, რომ რაღაც ისე არ არის და აი რას ამის სიმპტომია, რაც შეგვიძლია რომ რამე შეგვიძლია მიგვახვედროს, რომ ახლა მე მეწყება ანაფილაქსია. აი ანაფილაქსიის განმარტებაც და ამისი ასე ვთქვათ რაღაც მიგნებები, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამაც იცოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემას ეს ხშირად მოგვიგوارებს, იმიტომ რომ ცოდნის დეფიციტია. რა არის აქ ახლა მთავარი ამბავი? თუმცა სამედიცინო პერსონალსაც უჭირს ამის სწორი შეფასება. ახლა მე აი ვაქცინაცია, როცა იყო მასიური ვაქცინაცია, გვერდითი მოვლენების შეფასების რაღაც მე განხილვის კომისიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი, 10-12 ადამიანს შორის და როცა ამ რაღაც რეაქციებს განვიხილავდით, არსად სიტყვა ანაფილაქსია არ ეწერა. ანუ ყველგან ეწერა პინგა შეშუპება, ურტიკარია და ამ დროს ანამნეზს კითხულობდი და ეს ანაფილაქსია უნდა ყოფილიყო. ხო, ამიტომ ხშირად აი პირიქით არის ან over დიაგნოზი გვაქვს რაღაცებში ჩვენს ქვეყანაში, ან პირიქით არ არის, ანუ ხო, სწორად შეფასებული შესაბამისად. ეხლა რას გულისხმობ? როდის ვამბობთ, რომ ადამიანს აქვს ანაფილაქსია? ეხლა მე ბევრჯერ ვახსენებ ამ სიტყვას, მაგრამ შოკს არ ვამბობ. და ჩვენ ანაფილაქსიურ შოკს ყველა ანაფილაქსიას არ ვეძახით. შოკი არის შოკი. ხო, ის არის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ბოლო სტადია ანაფილაქსიის. როდის უნდა ვთქვა ეს ანაფილაქსია? მოგეთ ძალიან მარტივია ეს ამბავი. თუ მე რეაქცია წამალზე, ნაკბენზე, საკვებზე ან ლატექსზე. ესეც კიდე ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ახლა ლატექსის ალერგია და ასე ვთქვათ ეს ანაფილაქსის ერთ-ერთი მიზეზია. მე მაქვს ამ პროდუქტების, ამ გარემოებების და ფაქტორების გამო მხოლოდ კანის სიწითლე ან შეშუპება და ეს არის მხოლოდ რეაქცია, მაშინ ამას ქვია თავის სახელი. ურტიკარია და თუ შეშუპება ერთვის, ანგიო შეშუპება, ანუ კვინგე შეშუპება, ან ანგიო ედემა. ესენი სინონიმებია. სიტყვა ანაფილაქსია არ უნდა ვახსენოთ. აბა როდის იწყება ანაფილაქსია? თუ მე მაქვს კანი და ლორწქვეშა გარსი ჩართული, ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. აი მე წეგან ვახსენე, სოფოს ისტორიას რო განვიხილავდი. 90%-ზე მეტ შემთხვევაში კანით იწყება მოკეთ ის ანაფილაქსიებიც, ანუ ცუდი და საშიში, მაგრამ როდის უნდა დავარქვა ურტიკარიას და კვინკეს, რომ ანაფილაქსია? ესე იგი, უნდა მქონდეს კანი და ლორწოვანის პრობლემა, ალერგიული და ერთი რომელიმე კანსა და ლორწოვანს მოშორებული სხვა ორგანოების და სისტემების სიმპტომი უნდა დაემატოს. თუ მე მაქვს აი მაშინ უკვე ეს უკვე ყველა ანაფილაქსია, მაგალითად პირველი ხარისხის ანაფილაქსია, კანი მეკავება გავწითლდი და შემიშობდა და ამ დროს გულისრევის შეგრძნება მაქვს და მუცელი ამტკივდა. ანაფილაქსია. ანუ ორი სისტემა, როდესაც არის შარტული. აი ორი სისტემა როცა არის, ვამბობთ, რომ ეს არის უკვე ანაფილაქსია. აი ეს არის შეცდომა, რაც ყველაზე ხშირად ეხება. ხმის და ხველის დაწყება. გრეიდი 2, მეორე ხარისხის ანაფილაქსია, ანუ ჩაერთო სასუნთქის სისტემა. ხორხის არეში შეშუპების განვითარება, სადაც ჩვენი ხმა წარმოიქმნება და სახმო იოგია,
მე თუ ხმა ჩამეხლიჩება და დისფონია, აფონია და დაკარგვა არაა საჭირო. დისფონიაც, ანუ შეცვლა, უკვე ნიშნავს, რომ აქ მოხდა შეშუპება. აბა ხმა როგორ შემეცვლება სხვანაირად. ესე კანი პლუს ხმის შეცვლა ნიშნავს, რომ ანაფილაქსია დაწყებული. ამიტომ რა თქმა უნდა, აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ორი ორგანოთა სისტემა უნდა იყოს ჩართული. ერთადერთი გამონაკლისია. მაინც ეს უნდა ვთქვათ, რომ მე ფუტკრეობა და ეს ყველაფერი პროფესიულადაც ჩვენს ქვეყანაში ასე თუ ისე განვითარებულია და კიდევ უფრო ვითარდება, ხო? აი შეიძლება თუ ფუტკრის ნაკბენზე მე მქონდა ცხოვრებაში ანაფილაქსია, განმეორებითი ნაცნობი ალერგენია ეს უკვე ჩემთვის. მიკბინა და შეიძლება არ მქონდეს არც კანის სიწითლე და არც არაფერი. უკვე გამოვიმუშავე აი შეხედე არა. ანაფილაქსია მაინც იყოს. მაგრამ ერთადერთი ნიშანი იყოს ჩემი საწყისი წნევის 30%-ით დავარდნა. ანუ 100 ვატარებ, მე 70-ზე თუ ჩამომივა, ნიშნავს, რომ ანაფილაქსია დამეწყო კანის რეაქციის გარეშე. ოღონ ეს არის ერთადერთი ამ ნაცნობ ალერგენთან და ისიც კბენანთან. ანუ უფრო საშიში ფორმა არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ არ გამოვლინდება ორი აზრი არ არის. აი სწორედ ანაფილაქსიის ეს მთავარი ასპექტებია და დანარჩენი უკვე ანაფილაქსიის, როცა ჩვენ უკვე გქონდა ერთხელ პაციენტს მე ვახსენე, რომ ეს ქრონიკული დაავადება, იმიტომ რომ როდის კიდე განმეორდება არ იცი, ჩვენ ვაძლევთ გზამკვლევს, რაც აუცილებელი პირობაა. ჩვენი ქვეყნის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაც არის, რომ საინექციო სწრაფი გამოყენების ადრენალინი არ იყიდება ჩვენს ქვეყანაში. რაც არის ძალიან დიდი ბარიერი ადამიანს, რომელსაც უკვე უწევთ კონსულტაციას, ბავშვი ყავს თუ თვითონ არის პაციენტი, მას ჭირდება სწრაფი დახმარების წამალი კონდეს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ეს არ იყიდება. რატო არ იყიდება ეს არ ვიცი. მესვეურებს უნდა ვკითხოთ, ძირითადად ფარმაცევტული ბიზნესი ყვავის, მილიარდიანი ბიზნესია, მაგრამ არავის აზრად არ მოდის, რომ აუტოინექტორი ადრენალინის რომელსაც ადამიანი ამოიღებს და მყისიერად გაიკეთებს. თანატარებს ბარძაყის გარეთა ზედაპირზე უნდა გაიკეთოს, ეს ჩვენს ქვეყანაში არ იყიდება. ესეც გავაჟღეროთ. გავაჟღეროთ. როგორც ესეთი აქსიომა, ეს მნიშვნელოვანია. ჭირდება საზოგადოებას მარტო ფუტკარი და ბზიკით გარდაცვალება რო დაფიქსირდება ზაფხულის პერიოდში, მაშინ გაახსენდება ყველა სატო არ არის ადრენალინი და მაშინ იწერება პოსტები პოსტებზე. ამიტომ ეს უნდა იყოს მუდმივი მახსოვრობის ქვეშ, რომ ჩვენ გვინდა საზოგადოებას, ალერგოლოგებს, სპეციალისტებს თუ არა სპეციალისტებს, ვისაც ამ რისკების წინაშე გვიწევს გამკლავება და ცხოვრება, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს საინექციო ადრენალინი. თქვენ გქონიათ აი რამე ექსტრემალური ისტორია, სადაც და ზუსტად ეგ მინდა რომ კითხოთ. აი შოკის მომგვრელი რაიმე ესეთი ისტორია, თქვათ არასამედიცინო გარემოში მაგალითად მე თავად? არა, რომ ვინმეს დაემართა და თქვენ იქ ავით როგორც ექიმი. მე გეტყვით ეხლა საოცნებო ექიმი მთელი საქართველოს. არა, საოცნებოზე არ არის. სოფლიოსთვის. ყველა ჩემზე მაგარია თქო, მე ისე ვიძახი, დამალებით დავიწყოს ხოლმე, მაგრამ რა გქონია მე გეტყვით ეხა. მე საერთოდ ესე ვამბობ ხოლმე, როგორც ნევროლოგმა, ისე შეიძლება დაამთავროს თავისი მოღვაწეობა, რომ ეპილეფსიური გულყრამის კაბინეტში არავის არ დაემართოს. ალერგოლოგის კაბინეტში ანაფილაქსიებით არა, ჩვენ არა ვართ ანაფილაქსიის მართვის ექიმები. ჩვენ ვართ ანაფილაქსიის შეფასების ექიმები. და მეორეჯერ არ მოხდეს ამის დაზღვევის ექიმები. მიხვდი? მე არ ვესწრები ანაფილაქსიას არასოდეს. ამას ესწრება სასწრაფოს ექიმი, ემერჯენსის და გადაუდებელის ექიმი. ჩემთან მოდის ყველა ანაფილაქსიად გადატანილი პაციენტი. მაგრამ მე მქონდა ერთი შემთხვევა ცხოვრებისეული, ნუ ახლა არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უნდა ვთქვა, როგორც ხდება ხოლმე, ევროპული ერთ-ერთი დედაქალაქიდან თბილისისკენ მოვფრინავდი. და რაღაცას უსმენდი და თურმე ამბობენ, რომ ექიმი თუა ვინმე მოვიდეს და ვერ გავიგე ხა ეს მაღალზე მქონდა მუსიკა და მე გვერდით ვინც მეჯდა, ჩემი მეგობარი მითხრა რომ აი წადიო რა იძახიანო და ნუ მივედი. მითხრეს რომ აი ქალბატონი ამბობს რომ რაღაცა ყელში მოჭერი შეგრძნება. მივედი და ქართველი იყო ეს ქალბატონი. მითხრა რომ მე შვილებთან ვიყავიო, ეხა უკან ბრუნდებიო, არაფერზე არ მინერვიულია, სტრესი არ განმიცდია, ზოგადად ალერგიული არ მივიჩნევ ჩემს თავსო, მაგრამ მაქვს ეს მოხჭობის შეგრძნებაო. მე ვთხარი მე ესე ბიძინა ვარ, ალერგოლოგ იცნობ შვილო, გაიხარდა, ვთხოვეთ იმას, ვინც იჯდა ვიღაც უცხოელი, რომ გაეცვალა ადგილი, მე დავჯექი მის გვერდით. გააღო პირი, დავიწყე გასინჯვა რაც მქონდა, ჩემ და სამწუხაროდ ეს რაღაცა წამლები არ დამაქვს ეხა, რა ვიცი მე ფრენისას და ნუ გამოვაცხადე და ქონდა ვიღაც ქართველს ეს თქვენ რო აფთიაქში შეიძინეთ და სახელს არ ვიტყვით ეხა საჯაროდ, ესეთი სტეროიდი მაინც დავალევინე, პირი გააღო ამ ქალბატონმა და არაფერი შეშუპებას ვიზუალურად ვერ ვხედავდი. მაინც შევაფასე რომ ეს იყო ემოციური ნაწილით გამბირებებული, მაგრამ ეხა თავარი და დრამატიზმი აქ რა იყო, რა შემოდის ეხა აქ. აი ამ დროს ვისაც ეს გამოცდილება გქონია, მოდის ბორტგამცილებელის ხელმძღვანელი ვინც არის და მეუბნება. ჩვენ ეხლა ვართ ბუხარესტის თავზეო და თავარი შტურვალი თუ პილოტი ვინც არის, ამბობსო რომ თუ ეს ბატონი ექიმი იტყვის რომ ჩვენ უნდა დავჯდეთ,
თქვენ სიტყვაზე ახლა თვითფრინავი დაჯდება თუ გაგრძელდება რეისი. თქვენ უნდა მიიღოთ ეს გადაწყვეტილებაო. იმიტომ რომ თქვენ ხართ ახლა ამ შემთხვევაში ამ სიტუაციის მთავარი, რომელსაც დაემორჩილება ყველა. და ეხა იმხელა პასუხისმგებლობა იყო რაღაც ეს, რომ თან ეს ქალბატონი არ მინდოდა რომ პირიქით ამით დაპანიკებულიყო. მეორე მხრივ ახლა როგორია შუაგზაში უკვე 3 საათი მოფრინავდა ახლა ბუქარესტში დასვე არაფრის გამო. ხო თვითფრინავი. მოგეთ კიდევ ერთხელ ეს ქალბატონი დამამშვიდე, იმიტომ რომ ობიექტური მონაცემი არ იყო. ახლა მართლა რო ქონოდა ან ურტიკარია, ან კვინკე შეშვება, რა საკვირველია, რა დროზეა ლაპარაკი, იმ წუთში ვიტყოდი რომ უნდა დაჯდეს ეს თვითფრინავი და ესე მშვიდობით ხელი ხელზე მქონდა მოკიდებული ამ ქალბატონისთვის და ემოციური მხარდაჭერით, ასე ვთქვათ, გამანეიტრალეთ ბრჭყალებში ალერგია. აი ეს იყო ყველაზე ასე ვთქვათ ისეთი ჩემი პროფესიული გადაკვეთა და დანარჩენი ახლა რა ბევრი რაღაცები მქონია თვითონ საინტერესო პაციენტები, აი იგივე ერთი მაგალითი კიდე მახსენდება ძალიან საინტერესო, მოკლედ ვიტყვი თუ ამის დრო. ასეთი ანაფილაქსიის ძალიან უცნაური ფორმებია, ერთი ბოლო 10 წელია ცნობილი, რომ ადამიანს აი რაღაცას მიირთმევს და რას მიირთმევს გეტყვი, რაც არ უნდა ჭამოს, თუ რაღაც ფაქტორები. ანუ ამას ესე ვეძახით, ჩვენ ძალიან მაღალ იმპაქტ ფაქტორი ჟურნალში სტატიაც კი გამოვაქვეყნე ამაზე, кейსი. აღწერე და ინგლისურ ენაზეა გამოცემული. ამას ქვია კოფაქტორ დამოკიდებული ანაფილაქსია. რას ნიშნავს ახლა ეს? მე თუ ჭამ აი ამას, როგორც ხორბალს მაგალითად, და კოფაქტორები არ იქნება დამხმარები, ანაფილაქსია არ მემართება 10 წელი, რომ ჭამო ეს ხორბალი, პურეული და ასე შემდეგ. რა არის ეს კოფაქტორები? პირველი კოფაქტორი არის ფიზიკური აქტივობა. ამ ხორბლის კომპონენტი, რომლის ალერგია ამას იწვევს, ამას ქვია ომეგა-5 გლიადინი. ამის ანალიზს ცალკე ვაკეთებთ. ესე იგი კოფაქტორი ჭირდება ამ ხორბლის ალერგიის ამ კონკრეტულ პაციენტებს. მოდის და გეუბნება, რომ დავემართა ანაფილაქსია. აუღებ სულ უკვე რამოდენიმე ხუთეული პაციენტი მყავს, ერთი თქვათ გურულია, რომელიც მეგზევია და ძალიან დატვირთული იყო და აი ამ პრარაბული სამუშაოების დროს ემართებოდა ანაფილაქსიური შოკი. სასტრაფოზე იძახებდნენ. 60 წელს გადაცილებული მამაკაცია. და ვნახეთ, რომ ქონია ეს ომეგა-5 გლიადინი, ხორბლის ალერგია, რომელიც დატვირთვაზე, ჩახურებაზე და ოფლიანობაზე იწყება. ანუ ეს ორი სიმპტომი, ეს ორი ფაქტორი ერთად სხვანაირად არა. თუ მხართ ეძოზე, ესე რომ ვთქვათ, რაღაც ხალხურად წამოწვევი, ჭამის არ დაგემართება. კოფაქტორია ასევე, თუ დავლებ იბუპროფენს და ასპირინის რიგის წამალს და კოფაქტორია ასევე, თუ დავლებ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს. ანუ მე ეს არ მწყენს, მაგრამ თუ დავამატე კოფაქტორი, მაშინ მექნება ანაფილაქსიური რეაქცია. და ერთ-ერთი ასეთი კოფაქტორია მთელი ამერიკა ქონდა მოვლილი, იმიტომ ქართველი რომელიც იქ ცხოვრობს და მე ჩამოვიდა და მითხრა, რომ ეხლა აქ თუ რაღაცას შენ ვერ გამიგებ, რაღაც შამანები მიმასწავლეს და დელიში, ინდოეთში მივფრინავ აქედან რომ მითხრა და მე ვთქვა ეხლა რა ვიცი, ლოგიკურად მივყვეთ ეხლა რაც შემიძლია, ყველაფერს ვიმგებულობ, და რო შევხედეთ, აღმოაჩნდა ომეგა-5 გლიადინზე ამ არაჩვეულებრივ 30 წლის გოგოს, რომელიც ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობს ნიუ-იორკში და ეს მისი კოფაქტორი იყო ანალიზმაც აჩვენა მარიხუანას გამოყენება აი ამ ომეგა-5 გლიადინთან. აკრძალული აქ ახლა სრულად ხორბლის გამოყენება, მარიხუანას გამოყენებაც და რასაკვირველია მას მერე რეაქცია არ ქონია. ამერიკაში ქონდა 3 ანაფილაქსია, ოღონდ ესეთი სკრუპულოზური ცენტრში ვერ მივიდა იქა, ძირითადად ხვდებოდა უფრო კაბინეტური სტილის ალერგოლოგთან, რომელსაც აი 1 და 2 ოთახი რო აქვთ ხოლმე. და ამიტომ ბოლომდე ვერ მივიდნენ დიაგნოზთან. ამიტომ იმდენად საინტერესოა ეს ნიუანსები და ეს რაღაც აი ეს ზომოთ საინტერესო. ჩემთვის ამოწორავი თემაა მოკეთ. მე და სოფო სხედვართ და გისმენთ, ეს იყო რაღაცა საგანძური პოდკასტი კი არა, ჩემი არ დაგღალეთ ამ საუბრებს. ძალიან საინტერესო იყო. როგორ შეზღუდული, თორე ჩვენ ამას არ დავინთავეთ. მოვისმენდი, ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო. უდიდესი მადლობა სტუმრობისთვის მართლაც. ჩემთვის როგორც მენელისთვის იმდენად საინტერესო იყო, ჩემი აზრით მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იქნებოდა. ამიტომ მადლობა ძალიან დიდი მოსვლისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა ბიძინამ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ესეთი პოდკასტი გამოვიდო და რა ვიცი, წარმატებას გისურვებთ და წინსვლას თქვენს კარიერულ და პირად ცხოვრებაში. დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი რომ გვიყურეთ. დასვით კითხვები, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, ვეცდებით მაქსიმალურად საინტერესო სესიები შემოგთავაზოთ მომდევნო პოდკასტებში.